ბოლო დღეების განმავლობაში გამართული დისკუსიებისას ჩვენ შევთანხმდით, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები უკრაინასთან ერთად ომის შეწყვეტის გეგმას შეიმუშავებენ. შემდეგ ამ გეგმას შეერთებულ შტატებთან განვიხილავთ და მუშაობას ერთად გავაგრძელებთ. დღევანდელი შეხვედრის მიზანი ჩვენი პარტნიორების გაერთიანება იყო ამ ძალისხმევის ირგვლივ. უკრაინის გაძლიერებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად თითოეული ჩვენგანის სასიკეთოდ. ჩვენი ამოსავალი წერტილი ახლა უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერება უნდა იყოს, რათა მათ ძლიერი პოზიციიდან შეძლონ მოლაპარაკება. ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას. გუშინ საღამოს დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა 2.2 მილიარდი ფუნტის ოდენობის სესხს უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად. მაგრამ ეს თანხარა ბრიტანელი გადასახადების გადამხდელებიდან, არამედ გაყინული რუსული აქტივებიდან მოდის. დღეს ვაცხადებ ახალ შეთანხმებას, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს გამოიყენოს 1.6 მილიარდი ფუნტის დაფინანსება 5,000-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტის შესაძენად. ისინი ბელფასტში დამზადდება და ჩვენს ბრწყინვალე თავდაცვის სექტორში სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, უკრაინის გასაძლიერებლად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, როდესაც მას მივაღწევთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე. არ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი სუსტი შეთანხმება, როგორც იყო მინსკის, რომლის დარღვევაც რუსეთს მარტივად შეუძლია. ამის ნაცვლად ნებისმიერი შეთანხმება ძალით უნდა იყოს გამყარებული. ამაში ყველა ერმა უნდა შეიტანოს წვლილი, სხვადასხვა შესაძლებლობებისა და მხარდაჭერის გზით. თუმცა ყველამ უნდა იყოს მოქმედების პასუხისმგებლობა, ყველამ უნდა იყოს საკუთარი წილი ტვირთი. ასე რომ დღეს ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯზე. პირველ რიგში ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და გავაძლიერებთ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას. მეორე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერმა გრძელვადიანმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მაგიდასთან. მესამე, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ავირიდოთ ნებისმიერი მომავალი თავდასხმა. მეოთხე, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მათ კოალიციაზე, ვისაც სურს დაიცვას შეთანხმება და უზრუნველყოს მშვიდობა. ყველა ქვეყანამ შეიძლება ამაში წვლილი ვერ შეიტანოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ვისხდებით. სამაგიეროდ ისინი, ვისაც ეს სურს, ახლა რეალურ გეგმებს დავსახავთ. დიდი ბრიტანეთი შუქებთან ერთად მზადა ამას მხარი დაუჭიროს სამხედროებით მიწაზე და თვითმფრინავებით ჰაერში. დიდი წილი ძალისხმევა ევროპამ უნდა ჩადოს, მაგრამ ჩვენ კონტინენტზე მშვიდობის მხარდასაჭერად და ამ მცდელობის წარმატებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერაა საჭირო. გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპთან ჩემი შეხვედრის შემდეგ ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა. ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტს გრძელვადიანი მშვიდობის გადაუდებელ აუცილებლობაზე, რომელსაც ახლა ერთად უნდა მივახციოთ. საბოლოოდ ჩვენ შევთანხმდით, რომ ლიდერები ძალიან მალე კვლავ შევხვდებით, რათა მოქმედების ტემპი შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ მუშაობა ამ საერთო გეგმის მისაღწევად. დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ. საუბრის დრო აღარ არის, მოქმედების დროა. დროა ფეხზე დავდგეთ და ვიყოთ ლიდერები და გავერთიანდეთ გეგმის გარშემო, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას.